მოგესალმებით. ნახოთ სიგნიფიკაცია. ეხლა რა ენერგიებშია ადამიანი, ვისაც ეს ვიდეო შეხვდა შემთხვევით თავის მთავარ გვერდზე და არხის გამომწერებს. ნახოთ რა ენერგიებშია ადამიანი, ვისთვისაც სამყაროს აქვს სიახლე ძალიან მალე უკვე მის კარებზე მომდგარი. ეხლა რა ხდება მაგის ცხოვრებაში? ჩემი ლამაზი ჭიქა. ანი, ძალიან დიდი მადლობა. იცით რომ ჭიქები არის ჩემი სისუსტე და ეს ჩემო მეგობრებმაც უიციან, ხო და სადაც რამე ისეთ განსხვავებულს ნახავენ, ეგრევე ჩემთან უაზოცირდებათ ხოლმე და ჭანკამა ხარე, ესეთი არცარსად არ მინახავს მართლა. ეს არის რაღაცა კლასიკური მუსიკა მიყვარს ძალიან, ხო და პიანინო როიალი და მუსიკის ნოტები. ძალიან მომწონს. კარგით, ნახოთ ეხლა ბედისწერა რა სიახლეს უგზავნის ადამიანებს, ვისი სიგნიფიკაცია წააგდებს. სათდება დასტა. კარგი. რა სიახლეს აგზავნის ბედისწერა? რა სიახლეს აგზავნის ბედისწერა? ნახოთ ეხლანდელი თქვენი პოზიციები. ენერგია არის ესეთი წარსული სიტუაცია, ემოცია, რაღაცა სიახლის მოლოდინი, სადაც თქვენ ბევრი გქონდათ ჩადებული და ფიქრობდით, რომ აქ სიახლე იქნებოდა, ძალიან გადაგხალათ. სახე დაგაკარგვინათ ამ მდგომარეობამ თქვენი, რაც აქამდე გქონდათ. აი რო თქვენ ჯაგებში გამოგატარათო. აი იმ როგორ იყურებით უკვე იცი იმაზე რა ქვია ამ სიტუაციაზე, რომ თითქოს აქამდე სულ რაღაცნაირად გჯეროდათ რა, თითქოს რომ თქვენ ბევრი გააკეთეთ და თითქოს ეხლა როგორ ხართ იცი უკვე სამომავლოდ ფიქრობთ, რომ აზრი აღარა აქვს ამ ყველაფერს. აზრი აღარა აქვს ამ ყველაფერს, ამ ყველაფერმა სახე დაკარგა და აღარც განახლების იმედი გაქვთ, აღარც არაფერი. ფიქრობთ, რომ ეს იგივე სახეს ვეღარ დაიბრუნებს, არამც თუ განახლებულს. ესეთი ენერგიები მოდის. რა სიახლეს გიმზადებთ? სამყარო. რას გიმზადებთ ამ სამყარო, რა სიახლეს გიმზადებთ და გამოსავალი. თითქოს რომ ფიქრობდით, რომ წინ ვერ მიდიოდით ამ სიტუაციიდან, გამოსავალი არ ჩანდა. ამ სიტუაციაში, რაზეც საუბრობდით, არაერთხელ წაიქეცით, არაერთხელ გარდაიცვალეთ და ადექით, მაგრამ ეხლა აი ეხლა კი ასე ვთქვათ, ადექით, მაგრამ ის არ იცით, როგორ უნდა გამოხვიდეთ უკვე ამ სიტუაციიდან, თითქოს აი არ იცით რა გააკეთოთ. როგორ გამოხვიდეთ სიტუაციიდან და სამყარო თითქოს აი შეიძლება სახლი და ეს ფიქრები, ესეთი რაღაცა ვიღაცას, მაგრამ იმიტომ რომ აი არანაირი შანსი არ არის, თითქოს მზად ხართ, რომ გამოხვიდეთ აქედან, მაგრამ რაღაცა არ გიშვებთ. აი აქედან
გამოსავალია თითქოს, ხო? კი, სწორია. აი ამ სიტუაციიდან, სადაც ფიქრობთ, რომ აი არ ვიცი რა, როგორ გამოვალ მე აქედან, მე აზრზე არა ვარ. ამ სიტუაციიდან სამყარო გიგზავნით, ეხლა ვნახავ რას გიგზავნით, გამოსავალს გიგზავნით ამ სიტუაციიდან, რაღაცა თქვენ ბევრს ფიქრობდით ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრს. თითქმის აი ყველა ემოცია, ასე ვთქვათ, განხილული გაქვთ და ფიქრობთ, რომ აი ის ყველაფერი, რაც ნაფიქრი მაქვს და განხილული მაქვს, ნეტა რომელი გაცოცხლდება, გამიგეთ, რომელია მართალი და აქ არჩევანი, აი როგორი რაღაცაა, იცი? თქვენ მოგივათ ინსაიდი, რაღაცა აი უცებ ფიქრი, აზრი რაღაცის, აი ეს უნდა გავაკეთო და ეს იქნება მაღალი ძალებისგან მოვლენილი ენერგეტიკა, ენერგია. ეს მე ამას არ ვეძახი იმას, რომ თქვენ აკეთებთ არჩევანს, არა, თქვენ გაკეთებინებენ ამ არჩევანს, თქვენ მაღალი ძალები გამოგიგზავნიან იმ ინსაიტს და ავტომატურად თქვენ იფიქრებთ, რომ მე გავაკეთე ეს არჩევანი, მე მომივიდა თავში ეს აზრი, მაგრამ თქვენ რაღაცა ამ, ასე ვთქვათ, უკვე დახაზულ მდგომარეობაში, პირობითად არის წრე დახაზული, ხო? აი ამ წრეში და იქ პირობითად რაღა უნდა შეიცვალოს, ხო? უკვე всё, აი ეს არის წრე და ეს არის ბეჭედი, ხო? აი ესეთი რაღაცაა. მაგრამ თქვენ იმ წრეში რაღაცა ცვლილება შეიტანთ, რაც გამოგიყვანთ აი ამ სიტუაციიდან და იმ წრეში რა ცვლილებაც უნდა შეიტანოთ, ის ინსაიტი მოდის მაღალი ძალებისგან, გამიგეთ? და გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. როგორი რაღაცა ეხა აქ უკვე იცვლება სურათი. თქვენ არსებულ სიტუაციაში, მოდი აქ უფრო თასები მოდის, თასები, ყველაფერზე გაბრაზება თასები. ურთიერთობაში, რაშიც დიდი ხანი შეიძლება ერთი და იგივე წრეში ტრიალებდით, გამიგეთ? აქ ვიღაცა ქალი გიშლიდათ ხელს ამ ურთიერთობაში. თითქოს ამ კაცზე ზემოქმედებას ახდენდა ვიღაცა ქალი. არა ნიშანდობლივად, მაგრამ ზემოქმედებდა თქვენი აზრით. რადგან ეს კაცი რაღაცა ურად იყო გახლეჩილი. მე აქ ძალიან მიჯაჭვულობაში იყო ქალი, იყო სასტიკ მიჯაჭვულობაში, აი უკვე გადაბერდა ამ მიჯაჭვულობაში სულიერად რა. თქვენ მინიმუმ აი ამ ურთიერთობაში მინიმუმ ორჯერ და ეს მესამე ფორმაში ხართ უკვე ძალიან მტკივნეული დაშორება შერიგება გაიარეთ და აქ ეხლა გეტყვით აქ რა იყო. მოკლედ სიტუაციაში სადაც იყავით, ვაიმე რა კარგად მოდის ეს ინფორმაცია, მადლობა თამარ ამტაროსთვის, ღმერთო რა საოცრება, აი არ ვიცი როგორ ლაპარაკობს იცით. სიტუაციაში სადაც იყავით და დიდი ხანი ფიქრობდით, რომ ურთიერთობაში რომ ვერ მიდიოდა წინ რა, შეიძლება მოდიოდა ეს კაცი სახში, მიდიოდა, თქვენ გინდოდათ ახალი გზა, ახალი ეტაპი, მაგრამ ბრაზდებოდით, რომ არ მოქმედებდა ეს კაცი ამ ახალ ეტაპზე რა, რაღაცა ახალი არ ხდებოდა. ამიტომ ეს ადამიანი თქვენ გაბრაზებულმა ერთხელაც ადექით და დააყენეთ არჩევანზე, რომ იმ სტანდარტულ ეს იყო თქვენი წრე, ასე ვთქვათ, რომ შეიტანეთ თქვენ მონახაზი, რომ აი ეს წრე, პირობითად ეს წრე უნდა გამოქვეყნდეს, ხო? მაგრამ
დამტკიცებულია პირობითად, რომ ეს წრე უნდა გამოქვეყნდეს საერთაშორისო პირობითად. ხვდებით, რასაც გულისხმობ, ეხლა მიხვდებით. მაგრამ თქვენ სანამ ესე დარჩებოდა სულ, თქვენ აქ შეიტანეთ ცვლილება. ესე კი არ უნდა იყოს. ამ წრეში იქნება ეს ცვლილება დამატებული. სხვანაირად ეს არ გამოქვეყნდება. და აი ამან დააყენა არჩევანზე ეს ადამიანი, სავარაუდოდ თქვენსა და იმ მესამე ქალს შორის, რომელიც შორი ახლოს იყო ამ ადამიანთან. და თქვენ თქვით, რომ ან აქ შეიქნება ცვლილება, ან არ იქნება არაფერი. მიყვარხარ, მაგრამ აქ უნდა იყოს ცვლილება. კი, გიყვარდათ ეს ადამიანი, გენატრებოდათ მის დღემში სულ და რაღაც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელი იყო თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ გამოსავალი გეპოვათ და აქ როგორი რაღაცაა, იცი, თქვენ ხართ ამ ადამიანისათვის, რას გიმზადებთ სამყარო, ძალიან მიმზიდველი ქალი, აი სასწაულად მიმზიდველი ქალი და ყველაზე მაღლად გახართ რა. რას გიმზადებთ და რაღაცა თითქოს არჩევანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანი აქ თქვენს გენატრებად. თქვენს გენატრებად ეს ადამიანი ძალიან შეიძლება, აი, რა ვიცი, მის შეიძლება სულ ელოდებოდით, სულ რაღაც მოლოდინი გქონდა, შეიძლება რამდენჯერმე გაემზადეთ კიდეც და ადამიანი არ მოვიდა, არ შეხვდათ, რაღაც ისიც იყო და თქვენ ან გაბრაზდით ამ ყველაფერზე რა, ან ესე უნდა იყოს, ან არ იყოს. აქ შანსი ეძლევა ამ სიტუაციას, მიწიერ დონეზე ეძლევა შანსი, აი, და როგორ დაინახოთ და გამოყავხართ. მოდის ეს ადამიანი თუ რას აკეთებს კაცი. ეს ადამიანი გაკვირდებათ ჯერ და არჩევს ალტერნატიულ გზებს, რომ აი დაუშვათ ერთმა რაღაცამ რო არ გაამართლოს, მეორე შანსი როგორ, ანუ აგეგმა და ბეგეგმა სადგეს ეს ადამიანი ეხა ჯერ. რომ ყველა ვარიანტში უნდა გაამართლოს, გაკვირდებათ ეს ადამიანი, გაიგეთ? გაკვირდებათ ეს ადამიანი. ეს ჯერ პირს მოგისინჯავთ, კიდე უგიყვართ თუ არა. და შემდეგ თქვენთან ჩამოდის ეს ადამიანი. ჩამოდის და განახლებული გაყავხართ. კარგით, მაშინ უფრო დეტალურად გითხარით, აი რა მოხდება, კი არა და კონკრეტულად აი როგორ წავა ეს მოვლენები, როგორ განვითარდება ეხლა ამის მხრიდან ეს ყველაფერი. როგორ განვითარდება ეს ყველაფერი? ისე განვითარდება, რომ ეს დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარ გადმოდგავს თქვენთან, გამიგეთ? მზად არის, რომ იმას ქნას იბრძოლოს ამ ადამიანმა იმ წინააღმდეგობებზე, რაც შეიძლება ამ ურთიერთობას ჰქონდეს. მანამდე თუ ესე მსუბუქად უყურებდა თქვენთან სიყვარულს, ეხლა ესე აღარ უყურებს, გამიგეთ? იმიტომ რომ აი უკვე გაბრაზებული შეიძლება რაღაცა გარემოებები ქონდა მაგას ცხოვრებაში, რაც თქვენთან ურთიერთობაში უშლიდა ხელს და ეხლა გამწარებულია და დამთავრდა ეს გლიცინიო რა, ესეთ ენერგიებშია და всё, დამთავრდა ეს გლიცინი. ჩემთვის ეს ქალი არის ყველაფერი, ვიცი ის სულ მელოდება და ვიცი რამდენი ვანერვიულე ამ ეხლა იმ ყველაფერზე ბრაზდება, რაც წინააღმდეგობაში იყო თქვენთან. всё, ამან მიიღო გადაწყვეტილება. აი როგორი რაღაცაა, იცი? თქვენ შეიძლება აი ამის
ეს თავისი უმოქმედობით და ასე ვთქვათ, თავისი გაუხსნელი აზრებით, რასაც გეუბნებოდათ და გაუგებარი იყო თქვენთვის, თქვენ შეიძლება შიგნიდან, წესით ეს ადამიანი დაგეგლიჭათ რა. მაგრამ თქვენ ძალიან რაციონალურად და ძალიან გონივრულად განვითარებული, ჩამოყალიბებული, სოლიდური ადამიანივით მიიღეთ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვით ძალიან ძვირფასი იყო თქვენთვის ეს ადამიანი და ძალიან ინერვიულეთ და ნამდვილ მამაკაცად მიგაჩნდა თქვენს ურთიერთობაში და გინდოდათ სერიოზულ ურთიერთობაში გადასულიყო ეს სიტუაცია. თქვენ ძალიან სამართლიანად მოიქეცით, ასე ვთქვათ. ამ ადამიანს უნდა გადაიყვანა ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე და ამ ადამიანმა თითქოს მომავალი არ მიცა ამ ურთიერთობას დასვა წერტილი და თქვენ გადადგით ნაბიჯი და წახვედით. რადგან ბრძოლის თავი აღარ გქონდათ და მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ვიქნები მარტო. დავიწყებ ახალ ცხოვრებას მარტო, ან თუ გამოვალ მარტოობიდან ვიქნები მხოლოდ იმპერატრიცა. ყველა ვარიანტში ახალი შანსი მოდის რა, ეხლა რა გავაკეთო? მოდის. კი, სხვათა შორის ეს კაცი ამ სიტუაციაში სანამ სტაგნაცია იყო, თქვენ როგორ რაღაც იყო, იცი? გაიზარდა ამ სტაგნაციაში ეს მამაკაცი, გამიგეთ? ისწავლა ამან, თქვენ ამის სიყვარულზე ენდობოდით და მიყვებოდით. და ეს შეიძლება ამას ვერ აფასებდა სულიერ მდგომარეობას თქვენსას. და ამაზე თქვენ სასტიკად გული გტკიოდათ, რომ პირობითად მოგწერდათ ესე ისე ხო, აქ თქვენ აღიარება გინდათ, ან არაფერი. მოგწერდათ ესე ისე, მოვიდოთ და გნახავდათ სიყვარული და მერე ისევ გაჩერება და ნუ ესეთი ამბები. ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა. როგორც ყოველთვის, სულ მიდის ურთიერთობებზე ჩვენი გაშლა. მოდი ხა ვკითხავ მე ამას კი წარსულზე გვითხრეს, მაგრამ ამ ადამიანთან ძველი ბრუნდება თუ ახალი? ძველი ბრუნდება ამ ადამიანთან თუ ახალი პარტნიორი? შემოდის. თქვენ მზად ხართ ეს ადამიანი გაუშვათ, თქვენ გაუშვით ეს ადამიანი. როგორ ხართ იცი? თქვენ შეგიძლიათ ახალი, ანუ თქვენ მზად ხართ რომ ახალი ადამიანი მიიღოთ, მაგრამ ზუსტად ეს ადამიანი თქვენი ენერგიებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ენერგია ხო ავტომატურად მიმოცვლა მიდის, ეს ენერგიები, აი ნახეთ, ეს ენერგიები, ამისთვის ძალიან ძვირფასი ხართ და ეს ენერგიები, თქვენი ცივი ენერგიები და წავიდა, ეს უკვე იბრძოლებს თქვენთვის, არა ძველი. თავის თავზეც ბრაზდება, იცი? მშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, გიგისურვებთ გამართლებას და თქვენი მოლოდინების შესრულებას. ძვირფასო ქალბატონებო.